ყოველ პარასკევს 4 საათზე უყურე მარიკა არევაძის საავტორო გადაცემას უსამართლო სასამართლო. მოგესალმებით, დღეს პარასკევია და ვხვდებით ერთმანეთს გირჩი ტივის ეთერში გადაცემით უსამართლო სასამართლო, სადაც განვიხილავთ საქმეებს შერჩევითი სამართლის ფარგლებში, როდესაც ადამიანები დატყვევებული ყავს რეჟიმს და სრულიად უსაფუძვლო ბრალის ფარგლებში ხდება ადამიანებისათვის ჯერ წინასწარი პატიმრობების შეფარდება, შემდგომ კი განაჩენების გამოტანა და დღეს ასეთი ერთი შემთხვევა გქონდა, მორიგი შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთ სინდისის პატიმარს ანდრი კვარაცხელიას ისევ 4 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა. გრძელდება რეჟიმის რეპრესიები, გრძელდება მოქალაქეებზე, პოლიტიკოსებზე და ადამიანის უფლებების მასობრივი რღვევა ამ ქვეყანაში, რის გამოც აი ამ ქართული ოცნების რეჟიმის ამ პოლიტიკის ფარგლებში სწორედ დღეს უკვე ვდგავართ უვიზო რეჟიმის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე ერთი და მეორე ევროკავშირს ვშორდებით ცივილიზაციას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ბრძოლა იქნას გაგრძელებული გამარჯვებამდე, რომ ამ ქვეყანაში დავაბრუნოთ განვითარების შესაძლებლობა, ამ ქვეყანაში დავაბრუნოთ ადამიანის უფლებების პატივისცემა და კანონის უზენაესობა. არაერთი სინდისის პატიმრის პროცესი უკვე დასასრულს უახლოვდება და ერთი მეორეს ყოლებით ვხედავთ ერთმანეთზე უსამართლო გადაწყვეტილებებს, უსამართლოს, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში რეალურად სამართლიანი სასამართლოს პირობებში ვერ მოახდენდა ბრალი თავის, ასე ვთქვათ, დამტკიცებას, თავის დაჭერას და არ მოხდებოდა ამ ადამიანების პასუხისგებაში მიცემა. ამ გადაცემის მიზანს წარმოადგენს სწორედ ის, რომ სხვადასხვა პატიმრის ისტორიების სამართლებრივი შინაარსი მოვიტანოთ თქვენამდე და მერე თქვენ განსაჯოთ, არის თუ არა ბრალი უსაფუძვლო, ან რამდენად ხდება რეჟიმის მიერ მისთვის არასასურველი პირების დაკავება უკანონოდ შერჩევითი სამართლის ფარგლებში. დღევანდელ გადაცემას ჩვენ დავუთმობთ ნინო დათაშვილის საქმეს, ახალგაზრდა აქტივისტის, პედაგოგის, რომელიც რეჟიმმა გამოკეტა ციხეში და მისი შვილი დატოვა დედის გარეშე ძალიან მნიშვნელოვან დროს, როდესაც ბავშვი არის აბიტურიენტი და ყველაზე მეტად სჭირდებოდა ამ ცხოვრების ამ ეტაპზე სწორედ დედის, პედაგოგი დედის მხარდაჭერა. დღევანდელ გადაცემაში სტუმრები არიან თამარ გაბოძე, ნინოს ადვოკატი, მოგესალმები თამარ და ნინო გოგინაშვილი, პარტია ახალის პოლიტიკური საბჭოს წევრი. ნინო არის უკვე მეორე ქალი, რომელიც რეჟიმმა ციხეში გამოკეტა სრულიად აბსურდული ბრალის ფარგლებში. აბსურდული გამომდინარე იქიდან ვაძლევ საკუთარ თავს ამის თქმის უფლებას, იმიტომ რომ მეტნაკლებად მე ვიცნობ აღნიშნულ საქმეებს და ჩემი პროფესია მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ შევიქმნა იურიდიული სამართლებრივი მოსაზრება კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. თამარ, აი პირველი გადმოვალ შენთან კითხვით, რო გითხრა, რა ხდება ნინოს საქმეში? რასთან დაკავშირებით აქვს ბრალი წაყენებული და რამდენად საფუძვლიანია ეს ბრალი? გამარჯობა კიდევ ერთხელ. ნინოს საქმე არის ერთ-ერთი სანიმუშო მაგალითი, როგორი არ უნდა იყოს საქმე. ანუ შეიძლება ეს იყოს გამოსაყენებელი, შესადარებელი, სადაც არაერთი დარღვევა, ტენდენცია, მიკერძოებულობა, დასჯის მიზანი იქნება გამოკვეთილი და გეტყვით ახლა რასაც გულისხმობ. ინციდენტის დღეს ნინო დათაშვილი იყო სასამართლოში და სურდა ენახა თავისი მეგობარი და უკან გამობრუნებული იყო, იმიტომ რომ ვისთანაც ერთად ნინო მივიდა სასამართლოში, იმ ადამიანს არ ჰქონდა პირადობის მოწმობა, შეთანხმდნენ რომ უბრალოდ ვერ შევიდა სასამართლოში, მისი თანხმები პირი, შეთანხმდნენ რომ ნინო უბრალოდ მეგობარს ნახავდა და გამობრუნდებოდა და წავიდოდნენ, ანუ იმ დღეს ვერ დაესწრებოდნენ სასამართლო პროცესს. და როდესაც ნინო მივიდა იმ მხარეს, სადაც მეგობარი იყო და უნდა ენახა, მანდატურის თანამშრომლებმა არ მისცეს შესაძლებლობა, რომ გარიყო დერეფანში.
და ეკითხებოდა ნინო განემარტათ მისთვის კანონი, რა კანონის საფუძველზე არ შეიძლებოდა რომ ადამიანი სასამართლოს დერეფანში მდგარიყო, როდესაც არც წესრიგს არ ღვოდა, როდესაც არც სასამართლო პროცესზე შესვლას არ ცდილობდა. მანდატურის თანამშრომლებმა დაუწყეს ხელით შეხება, ანუ ხელის მოკიდებით ცდილობდნენ თავიდანვე ნინოს გაყვანას და ამაზე აპროტესტებდა ამას ნინო და ეუბნებოდა რომ რა უფლებით მკიდებთ ხელს, რატომ მკიდებთ ხელს, ამიხსენით კანონი და ამ წუთას გავალ აქედან. და მანდატურის მოთხოვნები იყო ერთადერთი, რომ დატოვე ტერიტორია, გადი აქედან. და ნინოს დამოკიდებულება ნინომ ძალიან უარყოფითად და დამამცირებლად აღიქვა ეს ფაქტი, რომ ეს სასამართლო ხო არ არის ვიღაცის კერძო ოფისი, ხო? სასამართლო არის ისეთი ინსტიტუცია, რომელსაც უბრალოდ ხალხი ვინახავთ და ხალხი ვიხდით გადასახადებს, იმიტომ რომ არსებობდეს სასამართლო კონტროლი და არსებობდეს ინსტიტუცია, რომ ადამიანები მაგალითად დანაშაულს თუ ჩაიდენენ და ან მაგალითად სხვა თუ ეძებს სამართალს, იპოვოს სასამართლოში სამართალი და ვინც მაგალითად დანაშაულს ჩაიდენს იმის წინააღმდეგ წარიმართოს მართლმსაჯულება ისე როგორც ეს არის გაწერილი საერთაშორისო სტანდარტებით და ეროვნული კანონმდებლობით. ანუ რატო გვაქვს ჩვენ სასამართლო? არავის საკუთრება არ არის სასამართლო და ეკითხებოდა ნინო რომ რატო არ მაქვს მე მოქალაქეს, რომელიც ვიხდი გადასახადებს, რომელიც წევრი ვარ ამ ქვეყნის, მაქვს ჩემი ინტერესები, კითხვები, რატო არ შეიძლება რომ ვიყო სასამართლოში? და მანდატურის თანამშრომლებმა როდესაც დაიწყეს ფიზიკურად შეხება, ეს კადრებში ჩანს. და თავად პროკურატურას აქვს მოპოვებული მტკიცებულებები, სადაც ჩანს კადრები, როგორ ცდილობს მანდატურის თანამშრომლები ნინოს ხელით, სხვადასხვა თანამშრომლები სხვადასხვა მხარეს ხელით ეხებიან, რამაც რა თქმა უნდა გამოიწვია ნინოს აღშფოთება და მერე უკვე ისე დგას კუთხეში ნინო, რომ ფაქტიურად გამოსვლის საშუალებაც აღარ აქვს. და კვლავ ეუბნებიან რომ დატოვე ტერიტორია და ნინო ამბობს რომ აი აქ მინდა ყოფნა. ეს იყო ეს სიტყვა, ეს წინადადება, რის გამოც საქმეში დაზარალებულად ცნობილი მანდატური მივარდება ნინოს ორივე ხელით მხრებზე მოკიდებს ხელს და კედლის მხრიდან მთელი ძალით გადმოათრევს აქეთ დერეფნის მხარეს, რა დროსაც ნინო თავის დასაცავად და განსათავისუფლებლად კი იქნევს ხელს და როგორც კი მივარდება ეს მანდატური ნინო ყვირის, რომ ხელი არ ახლონ. ანუ ფაქტიურად ნინოზე განხორციელდა თავდასხმა. იმის შემდეგ, ძირს დააგდეს ნინო, ექცევიან უკანასკნელი ტერორისტივით, კისერში, ყელში მოუჭერენ ხელს და ისე გაათრევენ სასამართლო დარბაზიდან. ამ პროცესში ნინო ითხოვს დახმარებას და შველას და ეუბნება მანდატურის თანამშრომლებს, რომ ოპერაცია მოხს გაკეთებული და მტკივა, მაგრამ არ ითვალისწინებენ და ფაქტიურად ნინო დაზიანებებით, რომელიც ხილული იყო და ეტყობოდა ხელებზე, მკერდზე, რაც კი ჩანდა სხეულის ნაწილები. გამოაგდეს სასამართლო დარბაზიდან და იმდენად ცუდად გრძნობდა ნინო თავს, რომ დაჯდა სასამართლოს კიბეებზე და იმის საშუალებაც არ მისცეს, აიძულეს, რომ კიბიდანაც ამდგარიყო. პირველი რაც გააკეთა ნინო დათაშვილმა, დარეკა 112-ში და გამოიძახა საპატრულო პოლიცია, იმიტომ რომ მას უნდოდა, რომ ეთანამშრომლა გამოძიებისთვის და გაეზიარებინა, რომ ის გახდა ძალადობის მსხვერპლი სასამართლოში. თუმცა მასთან არ მივიდა საპატრულო პოლიცია და დღემდე არც ერთი კითხვა არ დაუსვავთ ნინოსთვის, რა მოხდა რეალურად. გამოძიება დაიწყო ფაქტიდან მეორე დღეს და შინაგან საქმეთა სამინისტრომ დადო ოფიციალური განცხადება, რომ დაიწყეს გამოძიება მანდატურების მიმართ თავდასხმის ფაქტზე. საქმეში გამოკითხეს მანდატურის თანამშრომლები მხოლოდ და აიღეს სასამართლოს განჩინება გამოძიების დაწყებიდან მეათე დღეს. და ქალი, რომელიც თვითონ გახდა ძალადობის მსხვერპლი, ქალი, რომელიც ნაოპერაციებელი იყო და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ანუ დაუზიანეს ჯანმრთელობა და იძალადეს, ანუ რომლის მტკიცებულებებით სასამართლოში არსებობდა, სასამართლომ გასცა ნინოს დაკავების განჩინება. აი ერთი კითხვა მაქვს მტკიცებულებებისთან მიმართებით შენახსენე, რომ მოხდა მანდატურის სამსახურის თანამშრომლების გამოკითხვა და ამაზე არის საქმე აგებული. ხომ არ არის შემთხვევით საქმეში რომელიმე ნეიტრალური პირის ჩვენება, ვინმე იქ მყოფი მოქალაქე ხომ არ არის გამოკითხული, ანუ რეალურად საკმაოდ დიდი ხალხმრავლობაა ხო ყოველდღიურად სასამართლოში, როდესაც სინდისის პატიმრების და რეჟიმის პატიმრების საქმეების განხილვა მიმდინარეობს.
როდესაც ჩვენ გაგვიცვალეს მტკიცებულებები, მაშინ არ იყო არავინ ნეიტრალური მოწმე გამოკითხული, მხოლოდ იყვნენ მანდატურის თანამშრომლები. სხვათა შორის ნინოსთვის ბრალის წარდგენა და სასამართლო პროცესიც ძალიან სწრაფად მოხდა და 72 საათის ნაცვლად 24 საათი სულ ეყოთ ამ ყველაფრისთვის, რაც მიანიშნებს იმისკენ, რომ ძალიან სწრაფად უნდათ, რომ ნინო გაეშვათ რუსთავის მეხუთე დაწესებულებაში. და როდესაც გაგვიცვალეს მტკიცებულებები, მაშინ არავინ არ იყო გამოკითხული მანდატურის თანამშრომლების გარდა. მანდატურის თანამშრომლები იყვნენ გამოკითხული 10 ივნისს, მაშინ როდესაც გამოძიება დაიწყო და საქმეში არ არსებობს სხვა ნეიტრალური მოწმე იმ დროისთვის გაცვლილი მტკიცებულებების თანახმად. არსებობს ვიდეო ჩანაწერები, როგორც აღნიშნე, ეს არის პროკურატურის მიერ მოპოვებული ვიდეო ჩანაწერები, სადაც როგორც აღნიშნე, ფაქტიურად ჩანს, რომ ერთი მანდატური არა, რამდენიმე მანდატური ფიზიკურად ეხება ნინოს, რის უფლებაც მათ არ აქვთ და ერთადერთ შემთხვევაში აქვს მანდატურის თანამშრომელს ფიზიკური ძალის გამოყენების უფლება, როდესაც მან უნდა და შეაკავოს, ან უნდა შეეწინააღმდეგოს ფიზიკურ ძალას. და ამას არეგულირებს საერთო სასამართლოების შესახებ კანონი. ამის მიუხედავად, უბრალოდ პროკურატურამ არც ჩათვალა საჭიროდ, რომ გამოეკითხათ ნინოც. და სასამართლომაც ისე გასცა დაკავების განჩინება, რომ არ დაუსვამს კითხვა, რომ 10 დღის მერე რატო აკავებ ადამიანს, თუ არ დამალულა, არ დაგირეკავს, არ მოგიკითხია, თუ არაფერი არ გაუკეთებია ისეთი, რასაც შეიძლებოდა, რომ ხელი შეეშალა გამოძიებისთვის ან მარსაჯულებისთვის, როგორ შეიძლება, რომ მაგალითად გაიცეს დაკავების განჩინება, ხო? ანუ ადამიანის უფლებებში და თავისუფლებებში ჩარევა, მარიკა, როგორც ჩვენ ვიცოდით და როგორც ჩვენ მუშაობდით და რა სტანდარტიც იყო, სრულიად უგულებელყოფილია და უბრალოდ შეუძლიათ, ან მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ თითოეულ ადამიანს შეუძლიათ, რომ ისე გაამწესონ სასჯელ ახსნილების დაწესებულებაში თავისი ბრალით და თავისი მსჯავრით და სასჯელით, რომ სულ ყველაფერი იყოს უგულებელყოფილი, რაც არის ელემენტარული სტანდარტი და სახელმძღვანელო ადამიანის უფლებების. ანუ ეს არის ძალიან მარტივი სახელმძღვანელო, ძალიან მინიმალურია ის, რომ ადამიანის წინააღმდეგ პატიმრობას რო ითხოვს პროკურატურა, უნდა დაასაბუთოს რატომ პატიმრობა. ან მაგალითად ბრალს რო უყენებს ადამიანს იმისი მტკიცებულებები უნდა არსებობდეს, ხო და ეს მტკიცებულებები ობიექტური უნდა იყოს და არა შეფასებითი და მიმართული ადამიანის დასჯისკენ. კი, თან მithumetes აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება უკიდურესი ფორმაა, რომელიც მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება იყოს გამოყენებული, თუმცა აი შერჩევით სამართალზე აღკვეთ ღონისძიებაზე, ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, იმიტომ რომ ბოლო დღეებია ძალიან მძიმე ასე თქვა ინფორმაცია ვრცელდება, ცოტა ხანში დაგიბრუნდები, ეს ის კითხვებია, რომელზეც პასუხი უნდა გავცეთ. მანამდე ნინო შენთან მექნება შეკითხვა, აი თამარიც ამბობს და სხვა ადვოკატებიც და პრინციპში ჩვენთვის ვინც ამ პროცესებს ჩვენივე თვალით ვადევნებთ თვალს და ვართ ჩართულები, ვხედავთ რა მდგომარეობაშია ადამიანის უფლებები საქართველოში. ნინო, როგორც აღნიშნე, არის უკვე მეორე ქალი, რომელიც სრულიად უსაფუძვლო სისხლის სამართლის წესით არის ციხეში გამოკეტილი და რასთან გვაქვს საქმე? თან ამის პარალელურად, რომ აი ამ ადამიანის უფლებების რღვევის პარალელურად გლობალურად ხედავთ სად მიდის ჩვენი ქვეყანა ამ არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში. რასთან გვაქვს საქმე და როგორია თქვენი შეფასება ამ ნაწილში? ძალიან მოკლედ რომ ვთქვა, ჩვენ საქმე გვაქვს დიქტატურის გამყარების ფაქტთან. ქართული ოცნების ხელისუფლება, ეგრეთ წოდებული, გასული წლის 26 ოქტომბრის მერე აღარ არის ლეგიტიმური ხელისუფლება. ეს არის არალეგიტიმური რეჟიმი, რომელიც ცდილობს რეპრესიების და პროპაგანდის და ტყუილის გამოყენებით შეინარჩუნოს ის ხელისუფლება, რომელიც მას არ ეკუთვნის და საზოგადოებას უთხრას, რომ იმის მიუხედავად, რომ საქართველოს საზოგადოებას აღარ სჭირდება ქართული ოცნების მმართველობა, ეს ხელისუფლება იქნება ქართული ოცნების არალეგიტიმური რეჟიმის ხელში, მანამ სანამ ის შეძლებს შეაკავოს და შეინარჩუნოს მმართველობა ამ ქვეყანაში ძალის გამოყენებით. ნინო დათაშვილის საქმე არ არის ერთ-ერთი და გამონაკლისი საქმე. იმ დარღვევების გათვალისწინებით, რაზეც თამარმა ისაუბრა, ყველა ის საქმე, რომელიც უკანასკნელი თვეების განმავლობაში მიმდინარეობს და საქმეები, რომლებიც საზოგადოების თვალწინ ვითარდებოდა, ყოველ შემთხვევაში მანამდე სანამ სასამართლოში არ აკრძალეს ვიდეო გადაღება, ფოტო გადაღება, არ აკრძალეს მედია, რომელიც ობიექტურად აშუქებდა იმ უსამართლობების კასკადს, რაც ეგრეთ წოდებული საქალაქო სასამართლოს შენობაში ხდებოდა და მე არასდროს აღარ დავარქმევ საქალაქო
სასამართლოს, მანამ სანამ ეს იქნება უკანონობის განხორციელების და უკანონობის დაკანონების ადგილი, ეს შენობა ჩემთვის ყოველთვის იქნება დაკავშირებული რეჟიმთან და ეგრეთ წოდებულ სასამართლოდ მოიხსენიებ მას, იმიტომ რომ ის პროცესებიც, რომელიც ასევე ეგრეთ წოდებული პროცესებია და რომლებისთვის თვალის მიდევნებაც დღეს საზოგადოებას აღარ შეუძლია ლაივ პირდაპირ ეთერში, ასე ვთქვათ, რატომ აკეთებს ამას ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, ხო? ანუ ხელისუფლებისთვის პრობლემას ქმნის როგორც თავად თავისუფალი და დამოუკიდებელი ადამიანები, რომლებიც არ ეგუებიან საქართველოში რაღაც რუსულ და ჩრდილოვან და პუტინის მეთოდებით მართულ სახელმწიფოში ცხოვრებას, არ თმობენ საკუთარ უფლებებს, არ თმობენ საკუთარ დამოუკიდებლობას და არ თმობენ საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ განვითარების შანსს. ესეთი ადამიანები ქართული ოცნების რეჟიმს, ისევე როგორც არც ერთ სხვა რეჟიმს არ სჭირდება. მას სჭირდება, რომ თავისუფალი ადამიანები იყვნენ გამოწყდეული რაც უფრო უსაფუძვლო ბრალდებით და რაც უფრო შეუსაბამო სასჯელით, მით უფრო უკეთესია. ასე ფიქრობს ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლება, იმიტომ რომ საქართველო არის ნაზი შამანაურის ქვეყანა. ნაზი შამანაური 1993 წელს საბჭოთა რეჟიმმა შეიწირა. ის გარდაიცვალა ციხეში წამებების შედეგად. 42 წლის ასაკში. ნინო დათაშვილი არის 43 წლის. ის არის სამოქალაქო განათლების პედაგოგი და ადამიანი, რომელიც სამოქალაქო განათლებას ასწავლის სკოლაში და უნივერსიტეტში, მისთვის რამდენად მნიშვნელოვანია პირადი თავისუფლება, ადამიანის უფლება. ჩვენ ხო ეს ყველაფერი ძალიან მკაფიოდ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ასეთი ადამიანის ციხეში გამოკეტვა იმ საფუძველით, როდესაც თავად არის მსხვერპლი ძალადობის და პირიქით ადანაშაულებს მას რეჟიმი ძალადობაში და თავდასხმაში, ამით ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ხელისუფლება გვეუბნება, რომ ყველაფერი, რაც არის სწორი და მართალი, შემოbrunდება და იქნება მახინჯი და არასწორი. და ყველაფერი, რაც არის სამართლიანი, ამ ხელისუფლების პირობებში იქნება უსამართლო. ყველაფერი იქნება დასჯადი. ნინო არის მეორე ქალი, რომელიც საქართველოში სისხლის სამართლის მუხლით არის გასამართლებული. მზია ამაღლობელი, ადამიანი, რომელსაც ასევე სრულიად უსაფუძვლოდ რეჟიმი სჯის სამაგალითოდ. მზია ამაღლობელის ჯანმრთელობაც შეირყა, მას მხედველობის სერიოზული პრობლემა აქვს და ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის საკითხიც ზუსტად იგივე მდგომარეობაშია და რეჟიმი ამასაც კი არ უწევს ანგარიშს, რომ ადამიანები, რომლებიც მას გამოკეტილი ყავს და მე არ ვისაუბრებ, რა თქმა უნდა, სამართლებრივ ნაწილზე, იმიტომ რომ ამ წუთასაც კი მოვისმინეთ მთელი ის აბსურდი და სამართლებრივად ამ საქმეს, რომ არსებობის უფლება არ აქვს უბრალოდ ნორმალურ დემოკრატიულ სახელმწიფოში, ეს საქმე საერთოდ არ იქნებოდა განხილვის საგანი. და განხილვის საგანი იქნებოდა სასამართლო შენობაში მოქალაქის მიმართ გამოჩენილი მანდატურის სამსახურის წარმომადგენლების ძალადობა. ამ დამახინჯებულ სამართალში ეს არის შერჩევითიც კი აღარ ქვია ამას, ეს არის ამოტრიალებული სამართალი, ამას სამართალთან არაფერი არ აქვს, ახლოსაც არ არის სამართალთან. ქართული ოცნება ფიქრობს, რომ ამ მეთოდით და ამ რეპრესიებით ის შეაშინებს სხვა მოქალაქეებს და განსაკუთრებით შეაშინებს ქალებს. ახლა არ ვიცი მე ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ეგრეთ წოდებული ლიდერი ბიძინა ივანიშვილი როგორ სოციუმში გაიზარდა, როგორ ოჯახში გაიზარდა, როგორ გარემოში შეძლო მან საკუთარი პიროვნული განვითარება თუ ვერ შეძლო ეს პიროვნული განვითარება და მივიღეთ რაღაცა კვაზი ადამიანი და კვაზი მართველი, ხო? მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა უნდა გაითვალისწინოს, რომ საქართველო არ არის მორჩილი ქალების სახელმწიფო. ეს არის ქვეყანა, რომელიც თავისი არსებობის ყოველ მნიშვნელოვან ეტაპზე სწორედ ქალების დამსახურებით გადარჩა. არ ჩამოვთვლი ახლა ფაქტებს, არ მოვიყვან მაგალითებს, ჩვენ ყველა გავიზარდეთ და ვიცხოვრეთ ისეთ საქართველოში, რომელიც გადარჩა ქართველი ქალების თავგანწირვის ხარჯზე. და ქართველი ქალების შეშინება იმით, რომ მასწავლებელს დააკავებენ და შეურაცხყოფას მიაყენებენ და მასწავლებელს გამოკეტავენ. იმით, რომ ჟურნალისტს დააკავებენ და ჟურნალისტს მიაყენებენ შეურაცხყოფას და ჟურნალისტს გამოკეტავენ. ერთი მასწავლებელი და ერთი ქალი, ერთი ჟურნალისტი არ არის ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი ებრძვის. ბიძინა ივანიშვილი ებრძვის თავისუფალ აზრს, ოღონდ მან უნდა გაითვალისწინოს, რომ
ერთი მასწავლებლის და ერთი ჟურნალისტის უკან გავართ უამრავი მასწავლებელი, ჟურნალისტი, აქტივისტი, პოლიტიკოსი, ხელოვანი, კულტურის წარმომადგენელი, უამრავი ადამიანი, უამრავი უფლებადამცველი, უამრავი თავისუფალი ადამიანი, უამრავი სტუდენტი, რომელიც ამ ქვეყანაში არ შეეგუება ამ ესეთ უსამართლო კანონმდებლობებს. ეს არის შეუძლებელი და რაც უფრო მეტად გვაჩვენებს რეჟიმი თავის მახინჯ სახეს, რაც უფრო მეტად გამოავლენს, რომ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება არის პირდაპირი მემკვიდრე საბჭოთა ხელისუფლების, პირდაპირი გაგრძელება პუტინის იდეოლოგიის, მით უფრო სწრაფად და მით უფრო დიდ მარცხს განიცდის ის და იმაზე გაცილებით უფრო მოკლე ვადებში, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს ეს წარმოუდგენია. კი, აი მადლობა ნინო შენ ჯანმრთელობის მდგომარეობასაც შეეხე. ჩვენ ვიცით რომ ზიას ჯანმრთელობის მდგომარეობაც არის ძალიან გაუარესებული, რბილად რო ვთქვათ და მას საერთოდ მხედველობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას ეს ადამიანი და ასევე ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე. რაც ბოლო ცნობები ციხიდან გამოვიდა, შემაშფოთებელია და საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაგირებას. ამ ნაწილში რა ხდება თამარ, ანუ როგორ არის მისი მდგომარეობა, რა რეაგირებას აქვს ადგილი და ზოგადად რა მოცემულობაში ვართ. ნინოსთვის საერთოდ არ შეიძლება პატიმრობის შეფარდება ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. სამართლებრივ საფუძვლებზეც ვისაუბრებ, როგორი უსაფუძვლო იყო ეს პატიმრობა. თუმცა გარდა ამისა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც იყო ძალიან მძიმე და მას სჭირდებოდა სპეციალური მკურნალობა და კვლევები ქალაქის პირობებში. ამის შესახებ სასამართლოსთვის იყო ცნობილი, იმიტომ რომ ჩვენ წარვადგინეთ სამედიცინო დოკუმენტები სასამართლო პროცესზე გავუცვალეთ პროკურატურასაც და სასამართლოს რომ მივაწოდეთ ეს ცნობები, ანუ შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ არც წაიკითხა, იმიტომ რომ ძალიან მალე გადადო გვერდზე ეს სამედიცინო ცნობა. და სასამართლოში ვუთითებდით ამას და მე უკვე სააპელაციო საჩივარშიც, რომელიც დაუშვებლად ცნო სასამართლომ, ვუთითებდით, რომ ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხის პირობებში გაუარესდებოდა, იმიტომ რომ ეს არის ლოგიკური, როდესაც ადამიანს აქვს საჭიროება, თან გადაუდებელი საჭიროება და ამას არ მიექცევა ყურადღება და პირიქით მოხდება მკაცრ რეჟიმში, ცხადია, რომ გაუარესდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. არაერთხელ მოითხოვა ნინომ ციხეში, რომ მასთან ნევროლოგი შესულიყო, უკვე წერილობითაც დავიწყეთ მიმართვა, იმიტომ რომ ეს მოთხოვნები გამოდის, რომ არ იყო რეალურად შედეგიანი და ორჯერ გავაგზავნეთ დაწესებულებაში, სადაც ნინო იმყოფება მოთხოვნა, რომ უზრუნველყო ნინოს გამოკვლევები, სპეციალისტების ჩართვა, სხვადასხვა პროფილის სამედიცინო მუშაკის დახმარება ჭირდება ნინოს, ასევე ქირურგიული ჩარევაც ჭირდება და ეს დაკავებამდე იყო ესე და ამის შესახებაც რა თქმა უნდა იცოდა ორივე ინსტანციის სასამართლომ და პროკურატურამ და ძალიან ისეთი გაუსაძლისი ტკივილები აქვს და ერთადერთი რასაც უკეთებენ ეს არის გამაყუჩებელი რაც რა თქმა უნდა არ ნიშნავს მკურნალობას, პირობები ასევე იქ როგორი საწოლიც არის, როგორი მაგიდაც არის, ეს არ შეესაბამება ნინოს ინდივიდუალურ საჭიროებებს, არ არის ინკლუზიური და ამასთან დაკავშირებითაც ჩვენ გავაგზავნეთ ორგანიზაცია მოთხოვნა, რომ შეაფასონ ის ინკლუზიური გარემო ნინოს საჭიროებები, როგორიც არის და მოარგო ნინოს საჭიროებებზე, თუმცა ამ წუთას რამე ხელშესახები რეალური ცვლილება არაფერი არ გვაქვს. ნინო არის სამარტო საკანში და ელოდება მასთან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების შესვლას და ჩვენი მოთხოვნა უკვე იყო, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების შესვლასთან ერთად მოხდეს ნინოს დაუყოვნებლივ ქალაქის საავადმყოფოში გადაყვანა და კვლევების ჩატარება. ნინოს აქვს ისეთი დიაგნოზი, რომ შეიძლება ყოველ დღე დადგეს გამოუსწორებელი ზიანი. ამ ნაწილში რამდენად არის სახალხო დამცველის ინსტიტუცია ჩართული, იმიტომ რომ როდესაც სანამ საჯარო გახდებოდა, ჩვენამდეც მოვიდა ეს ინფორმაცია და მეც პირადად მქონდა უშუალოდ სახალხო დამცველთან კომუნიკაცია და სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ იმავე დღეს მოახდინა შესვლა წარმომადგენელმა და აპირებდნენ რეაგირებას. რა ხდება ამ მიმართულებით? ნინოსთან სამჯერ იყვნენ სახალხო დამცველის წარმომადგენლების შესულები, ეს მესამე შესვლა იყო უკვე ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ჩვენ როდესაც 14 ივლისს ნახეთ, რომ ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული იყო, მოვინახულეთ ნინო, უკვე საღამოს გამოვედით დაწესებულებიდან და 15 ივლისს გავუგზავნეთ წერილი სახალხო დამცველს და წარმოება მაშინვე დაიწყო. ჩვენ სხვა ფაქტებსაც მივუთითებდით, მათ შორის იმას, რომ
4-ჯერ მივმართეთ, 3-ჯერ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და მე-4-ით პროკურატურას და ვითხოვთ, რომ დაიწყონ გამოძიება ნინოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე. ეს საკითხებიც ასახული იყო ჩვენს წერილში და ნამდვილად იმავე დღეს დაიწყეს წარმოება და მოინახულეს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ნინო დაწესებულებაში, თუმცა აი ამ დრომდე რამე ესეთი პროგრესი, რამაც შეიძლება რომ ნინოს მდგომარეობა შეამსუბუქოს არ გვაქვს. და ველოდებით, როგორც ცნობილია, დღეს უნდა შევიდეს მასთან ნევროლოგი და ამის შემდეგ ალბათ იმ შეფასების შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, როგორ განვითარდება ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციიდან გამომდინარე პროცესები. რა თქმა უნდა, როგორ იქნება და იმეც ვიტოვებთ, რომ ამ ნაწილში მაინც მოხდება მისი მდგომარეობის შესაბამისი მოქმედებების განხორციელება. თამარ, ასევე მინდა გკითხო შერჩევით სამართალზე, ხო, რა არის შერჩევითი სამართალი, როდესაც ის ვინც ჩაიდენს დანაშაულს ან რაიმე დარღვევას არ ექცევა პასუხისგებლობას ქვეშ, იმიტომ რომ სარგებლობს გარკვეული პრივილეგიებით და ის ვინც არ ჩაიდენს, მაგრამ არ ჩაიდენს გადაცდომას, არ მოახდენს კანონის დარღვევას, მაგრამ არ არის მოსაწონი რეჟიმისთვის და ექცევა უსამართლო სასჯელის თუ უსამართლო სანქციების ქვეშ, ხო? მოცემულ შემთხვევაში ჩვენ ერთის მხრივ ხედავთ, რომ ნინო დათაშვილზე თავად მოხდა თავდასხმა და ნინო თვითონ არის დაკავებული სისხლის სამართლის წესით, მაგრამ რა ხდება მანდატური სამსახურთან მიმართებით? მოხდა თუ არა ამ საქმის გამოკვლევა, დისციპლინური წარმოების დაწყება, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომა? რას ვხედავთ, რა სურათი გაქვთ ამ მიმართულებით? ნახეთ როგორ არის ნინოსთვის წეღა როგორც აღნიშნე, არავის არ დაუსვავს კითხვა. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურის მასალებში დევს მტკიცებულებები თავად მათი მოპოვებული, სადაც ნინო ამბობს, რომ ჩემზე იძალადეს, კი მე გავუწე წინააღმდეგობა თავს ვიცავდი, ნინო ასე ამბობს. ასევე არის მტკიცებულება, რომ ნინო დარეკა საპატრულო პოლიციაში და დახმარება ითხოვა და ასევე არსებობს ვიდეო მტკიცებულებები, რომელთაც დასტურდება, რომ უბრალოდ ნინოს ეპყრობიან არაადამიანურად, ძალის გამოყენებით. და ამ დრომდე ერთ შეკითხვას არავინ არ უსწრებს, ანუ გამოძიებას ევალება, რომ იყოს ყოველმხრივი სრულყოფილი ობიექტი. ეს არის ისეთი მინიმალური სტანდარტები, რომ აი ეს ყველაზე ცოტაა, რაც უნდა კეთდებოდეს, რომ გამოიკვლიოს ყოველმხრივ გამომძიებელმა საქმე და იმდენად სამხრივია ეს გამოძიება, რომ უბრალოდ აზრად არ მოუვიდათ, რომ მოდი ფორმალურად მაინც ვკითხოთ ნინოს ბრალდებულია, ბრალდებულს აქვს უფლება, რომ ჩაერთოს სასამართლო პროცესებში, მისცეს ჩვენება, ხო? ანუ ბრალდების დადასტურების, ბრალდების წაყენებამდე. ბრალის წაყენების დროს, როდესაც ბრალს უყენებდნენ ხოლმე აქამდე, შესთავაზებდნენ გამოკითხვას და ბრალდებული ირჩევდა მისცემდა თუ არა ჩვენებას გამოძიების პროცესში. ეს შეთავაზებაც არ ყოფილა. არც ეს შეთავაზება არ ყოფილა. სასამართლოში გავაჟღერეთ ჩვენ, რომ ნინო სურდა, რომ მიეცა ჩვენება და ესაუბრა. ფაქტთან დაკავშირებით არც ამას არანაირი რეაგირება არ მოყოლია. დაველოდეთ გარკვეული პერიოდი, იმიტომ რომ ველოდებოდით, რომ გამოძიებელი ნინოს გამოკითხავდა. გავაგზავნეთ წერილობით მოთხოვნა, რომ გამოძიება ჩატარებულიყო ობიექტურად და ვუთითებდით იმაზე, რომ ამ დრომდე ნინო გამოკითხული არ იყო და ამასაც არანაირი რეაგირება არ მოყოლია. რაც შეეხება ხა შერჩევითი სამართალი არის ფაქტიურად არა მხოლოდ დისკრიმინაციული დამოკიდებულება ორ ჯგუფს ან თემს შორის, რომელიც მოსაწონია ამ ხელისუფლებისთვის, ან რომელიც არ არის მოსაწონი ოცნების ხელისუფლებას. ანუ ეს გაცილებით დიდი პრობლემა, ანუ ეს არის წახალისება ძალადობის. ფაქტიურად, როდესაც ხდება ადამიანის დასჯა, იმიტომ რომ მისი სიტყვა თუ გამოხატვა თუ კრიტიკა არ მოგწონს, რაც ერთ დროს სრული უფლება იყო და ეხლა ეს უფლებაც აღარ გვაქვს, ხო? და მეორეს მხრივ საზოგადოება, რომელიც არის მისი ან მხარდამჭერი ან მოსაწონი და ის არ ისჯება, ეს არის ძალადობის წახალისება. და ჩვენ ნახეთ 3 ივლისს რას შვებოდნენ მანდატურის თანამშრომლები, ფაქტიურად გარეთ ისროდნენ ადამიანებს, აი მართლა კიდებდნენ ქალებს ხელს და ყრიდნენ გარეთ. ანუ ეს არის წახალისება კი, რომ აი არ დაისჯები, რა ვიცი, ანუ იმდენად საფრთხის ქვეშ გრძნობ თავს სასამართლოში, როდესაც შედიხარ და ერთ დროს, როდესაც მიდიოდი სასამართლოში და ეძებდი სამართალს,
ეხა სასამართლოდან შეიძლება გამოხვიდე დაზიანებული, ნაცემი, დაკავებული შეიძლება. ხო, დაკავებული და გახდე ბრალდებული, ანუ იქ სადაც სამართალს უნდა ეძებდე, აღარანაირი თავისუფალი სივრცე აღარ არის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უბრალოდ არ ეთანხმებიან, ან აკრიტიკებენ, ან მაგალითად განსხვავებულ აზრებს წერენ. სულ ყველა არის საფრთხეს ქვეშ ახლა, იმიტომ რომ რაღაცა განსხვავებულს ამბობენ, ან უბრალოდ ეს არის ძალიან ელემენტარული, რომ ადამიანებს გვაქვს უფლება, რომ ჩვენი აზრი დავწეროთ, გავაკრიტიკოთ ნებისმიერი ხელისუფლება, მაგრამ ეს ხდება მათი აღქმით, ჩვენ ვართ მტრები, რომლებიც ვაკრიტიკებთ ოცნების ხელისუფლებას და ნებისმიერი ხელისუფლების გაკრიტიკების უფლება აქვს ადამიანს, იმიტომ რომ არავის არ მოყვა საჩუქრად, ხო, სახელმწიფოს წარმომადგენლები იმათთან ერთად ხელისუფლების წყარო ვართ, ხალხი, ხო, რომელიც უბრალოდ აღარავის აღარ ახსოვს და იმხელა ბარიერია ხალხსა და მათ შორის, რომ ფაქტიურად მე არ ვიცი რა დრო დაჭირდება თუნდაც იქამდე მაშინ თამა, როდესაც ხელისუფლება არის მიტაცებული და ხელისუფლება აღარ წარმოადგენს, აღარ არის, ასე ვთქვათ, ხალხის მიერ არჩეული, იმიტომ რომ 26 ოქტომბერს ჩვენ ნახეთ, რომ ხალხმა მრავალპარტიული პარლამენტი აირჩია, თუმცა იმ კოლოსალური გაყალბების ფარგლებში, რომელსაც ადგილი ჰქონდა და რომელსაც ქვეყნის შიგნითაც არაერთი მტკიცებულება არსებობს ამის და არაერთი, ასე ვთქვათ, მოცემულობა და განცხადება, ასევე არც საერთაშორისო პარტნიორები არ აღიარებენ ამ არჩევნებს როგორც კანონიერ და სამართლიან არჩევნებს და ბოლო კითხვა რაც შენთან მექნება ეს ეხება წინასწარ პატიმრობას. Რამდენად იყო იმის რეალური მოცემულობა, რომ ნინო დათაშვილის შემთხვევაში გამოყენებული ყოფილიყო აღკვეთი ღონისძიების ყველაზე მძიმე ფორმა თავისუფლების, ასე ვთქვათ, წინასწარი პატიმრობა. ანუ ნამდვილად არანაირი საფუძველი არ იყო პატიმრობის გამოყენების. მე ამას არ ვამბობ როგორც ნინოს ადვოკატი, ცხადია ვიცავ ნინოს ინტერესებს და ეს ჩემი ვალდებულებაა, მაგრამ როგორც სისხლის სამართლის იურისტი, სრული პასუხისგებლობით ვამბობ, რომ 1%-იც არ არსებობდა პატიმრობის გამოყენების საფუძვლებიდან. ნინოს დაკავება მოხდა ფაქტიდან 11 დღის შემდეგ. 10 ივნის, ანუ ფაქტიდან მეორე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად გააკეთა განცხადება, რომ დაიწყო გამოძიება. ანუ ნინოსთვის ცნობილი იყო, რომ დაიწყო გამოძიება და ამ პერიოდში ცელოდებოდა ნინო, რომ მას დაუკავშირდებოდნენ და აზრს შეკითხებოდნენ, რა ხდებოდა მის თავს. პროკურატურა სასამართლო პროცესზე, როდესაც ნინოს დაპატიმრებას ითხოვდა, ამბობდა, რომ ძალიან მაღალი იყო ნინოს მიმალვის საფრთხე. და რომ ვეუბნეოდი, რომ ამ საფრთხეებს ესე ადამიანის ფიქრებით ვერ მოიტან პროკურორი და შენი გუნება განწყობით ვერ შეუფარდებ ადამიანს პატიმრობას და საფრთხე კონკრეტული მტკიცებულებით უნდა დაადასტურო, სასამართლო მე მიმითითებდა ხოლმე მეტწილად, რომ პროკურორი რაღაცა ძალიან არ შემეწუხებინა. ასევე პროკურატურა იძახდა, რომ არსებობდა მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. ეს მტკიცებულებები მანდატურის ჩვენებები იყო და ვიდეოკამერები. ასევე პროკურატურა ამბობდა, რომ არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, რომელიც უკვე გამოკითხული ყავდა და ასევე მანდატურის თანამშრომლები იყვნენ. და უთითებდა ყველა თუ რა ამ ქვეყანაზე და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში რამე საფრთხე არსებობს, ყველაფერს უთითებდა. უთითებდა დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეს. თითქოს იყო ნინო ტერორისტი და აი განგრძობა დანაშაულს ჩადიოდა და უბრალოდ ვერაფერი მას ვეღარ შეაკავებდა. რო ვთხოვდი სასამართლოს, რომ უბრალოდ მოსთხოვე პროკურორს, რომ ამ საფრთხეებს რითი ადასტურებს, რომელი ფაქტით ადასტურებს, 10 დღის განმავლობაში არ დამალულა, არ შეუშლია ხელი გამოძიებისთვის, ელოდებოდა, რომ აქეთ დაუკავშირდებოდნენ და მივიდოდა და ჩვენებას მისცემდა, არანაირ მოწმესთან შემხებლობა არ აქვს. ანუ საზღვართან ხო არ დაგიკავებიათ თქვენ, როდესაც ადამიანს ამბობ, რომ არსებობს მიმალვის საფრთხე, მიმალვის საფრთხე განმარტებულია, რა ნიშნავს მიმალვის საფრთხე, როგორ შეიძლება შეფასდეს მიმალვის საფრთხე, მაგალითად, ძალიან მყარი კავშირები აქვს ადამიანს საზღვარგარეთ და ახალი აღებული აქვს ბილეთი და უკვე შეიძლება იფიქრო, რომ არსებობს მიმალვის საფრთხე. ანუ არსებობს სტანდარტები, იმიტომ რომ არ იყოს, ხო, ან სადღაც საზღვარზე იჭერ. ეს სტანდარტები იმიტომ არის, რომ თვითნებური არ იყოს დაპატიმრება და დაჯისკენ მართული არ იყოს, მაგრამ რა თქმა უნდა, ხა სასამართლოს მხრიდან იყო უგულებელყოფილი და ყველანაირი ვალდებულება დაარღვია პროკურატურამ ნინოს საქმეზე. პირველი წარდგენის პროცესი არის ის პროცესი, როდესაც სასამართლომ უნდა განიხილოს, რომ სანამ გამოძიება დასრულდება და სანამ სასამართლო დასრულდება, პირი თავისუფლებაში იყოს თუ არ იყოს თავისუფლებაში. თუ თავისუფლებაში იქნება, ხელს ხო არ შეუშლის რამენაირად გამოძიებას და მართლმსაჯულების ინტერესს. ეს არის პირველი წარდგენის პროცესი.
ამის ნაცვლად პროკურატურა მომართული იყო იმისკენ, რომ როგორმე წარმოედგინა ნინო, როგორც საშიში დამნაშავე, რომელსაც რაღაცა ძლივს გადაურჩნენ მანდატურის თანამშრომლები და ცხადია ვაპროტესტებდით და ვეუბნეოდით, რომ აქ როგორ გასწავლოთ ახლა უდანაშაულობის პრეზუმპცია, რომ არ შეიძლება ამაზე საუბარი, თუმცა მოსამართლემ მისცა ეს სივრცე, რომ პროკურატურას ესაუბრა, ნინო როგორი დამნაშავეა, ნინო როგორი საზოგადოების საშიში ადამიანია, ვალდებულება, რომ მაგალითად პატიმრობა განხილული უნდა იყოს უკანასკნელად და მანამდე განხილული უნდა იყოს ყველა სხვა ნაკლებად შემზღუდავი აღკვეთის ღონისძიება, ესეც უგულებელ ყოფილი იქნა, პროკურატურას პირდაპირ პატიმრობის შუამდგომლობა ჰქონდა და როდესაც ჩვენ ვახსენებდით, რომ ვალდებული იყო, რომ სხვა ნაკლებად შემზღუდავ აღკვეთ ღონისძიებაზე ემსჯელა, ეს ნაწილიც სრულიად იქნა უგულებელ ყოფილი და უბრალოდ ჩვენი შეხსენების მერე თქვა, რომ კი ნაკლებად შემზღუდავი აღკვეთის ღონისძიება ვერ უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნებს, მაგრამ რატო ვერ უზრუნველყოფს, რა თქმა უნდა, ბუნებაში არ იქნებოდა ეგ პასუხი და ვერც გაგვცემდა. ჩვენ მოთხოვნას რაც შეეხება გირაოსთან დაკავშირებით, როგორც წესი ადამიანი, როდესაც არის უდანაშაულო, მას არც ერთი სახის აღკვეთის ღონისძიება არ უნდა შეეფარდოს, მაგრამ როგორც დავინახეთ, რომ გამოძიება ტენდენციური იყო, ნინო არც კი გამოკითხეს და მოსამართლემ გასცა დაკავების განჩინება, ჩვენ შევთავაზეთ ალტერნატივის სახით გირაოსთან ერთად საზღვარგარეთის პასპორტის ჩაბარება, პოლიციის განყოფილებაში ყოველ კვირაში გამოცხადება, იმიტომ რომ ნინო შვილს ჰქონდა ეხა ისეთი პერიოდი, რომ ძალიან უნდოდა, რომ თავის შვილთან ყოფილიყო. და ნუ მოკეთ ამას ვასაბუთებთ ჩვენ, ვუხსნით სასამართლოს, რომ როგორი მნიშვნელოვანია, რომ ნინო იყოს გარეთ, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვუთითებთ, მათ შორის ვუთითებთ, რომ საერთოდ საფუძველი არ არსებობს ამ საქმეში პატიმრობის გამოყენების და ფაქტიურად დადასტურებულია, რომ 11 დღის განმავლობაში ამ ადამიანმა იცოდა, რომ გამოძიება დაწყებული იყო და მასთან არც არავინ მისულა, არავინ დაკავშირებდა ის პირიქით, ანუ არც დამალულა, არც ხელი შეუშლია მტკიცებულებისთვის, ისე დასრულდა სასამართლო პროცესი, რომ ნინო ელოდებოდა, რომ დაიწყებდა მოსამართლე ამაზე მსჯელობას. და აცხადებს მოსამართლე გადაწყვეტილებას და ეხაც მესმის ნინოს ხმა და გირაო ეკითხება მოსამართლეს, ანუ სთხოვს მოსამართლეს, რომ განიხილოს ეს შუამდგომლობა და ფაქტიურად არც განიხილა სასამართლომ. ანუ სამართლიანი სასამართლოს უფლებაც პრინციპში დარღვეულია, რომელიც შეიძლება მერე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განხილვის საგანი გახდეს, თუმცა ეს საქმეები არც ერთი არ უნდა მივიდეს იქამდე, უნდა მოხდეს ის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც ამ ქვეყანას მოუტანს დემოკრატიის გზაზე დაბრუნებას და რაც ამ ქვეყანას მოუტანს, რომ ადამიანის უფლებები იქნას პატივის ასე ვთქვათ, აღდგენილი და აღარ მოხდეს მისი დარღვევა და ნინო, შენთან მექნება ამ შემთხვევაში შეკითხვა, ჩვენ ვხედავთ არაერთ საქმეში სრულიად უსაფუძვლოდ შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებებს. რასთან გვაქვს საქმე? ეს არის რეპრესიების ნაწილი, ეს არის ტერორის ნაწილი, ეს არის სადამსჯელო ღონისძიება, თუ ესე შენი დაკვირვებით, ასე ვთქვათ, რეალურად სამართლიან პროცესთან გვაქვს საქმე? არ არსებობს საქართველოში ადამიანი, რომელიც ამ პროცესებს სამართლიან პროცესებად აღიქვამს და დარწმუნებული ვარ, რომ ესეთი ადამიანები არ არსებობენ თვით ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლების როგორც წარმომადგენლებში, ასევე იმ მცირე ელექტორატში, რომელიც ამ პარტიას შეიძლება რომ ჯერ კიდევ კონდეს ჰყავდეს შემორჩენილი. ისევ უნდა გავუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ აკრძალულია ყველანაირი ვიზუალური მასალის ჩვენება ეგრეთ წოდებული სასამართლო დარბაზიდან. რატომ? იმიტომ რომ ყოველთვის, როდესაც ვიზუალური მასალა გამოვიდა სააშკაროზე, ყველამ დაინახა ამ სახელმწიფოში, რომ ის რაც ხდება ეგრეთ წოდებულ სასამართლო დარბაზში და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც გამოაქვთ ეგრეთ წოდებულ მოსამართლეებს, რომლებიც უდიდესი ნაწილი არის კლანის მოსამართლე, დიდი ნაწილი უკვე სანქცირებული დემოკრატიული სახელმწიფოების მხრიდან და ნაწილი სანქციების მოლოდინში და მათაც მიმართავ და ვეტყვი, რომ თქვენი დროც ძალიან სწრაფად დადგება და თქვენი სანქციებიც იმაზე უფრო სწრაფად დაგეწევათ, ვიდრე ფიქრობთ და აუცილებლად დაგეწევათ. შეგიძლიათ თქვენს კლანის მმართველ მურუსიძესთან გადაამოწმოთ, რამდენად დისკომფორტის შემქმნელია, როდესაც სანქცირებული ბრძანდებით. მაგრამ ყველაფერი ერთად ტერორიც, რეპრესიაც და დასჯაც. ეს არის ყველაფერი ერთად, რა გადაწყვეტილებებიც გამოაქვთ ეგრეთ წოდებულ მოსამართლეებს. მათედევიძე 4 წელი და 6 თვე. დღეს ირაკლი ანდრი კვარაცხელია. ბოდიში 4 წელი და 6 თვე. მანამდე იყო გიორგი მინდაძე. გიორგი მინდაძე 5 წელი თუ არ ვცდები. ადამიანები და თან ამას რეჟიმი აკეთებს განსაკუთრებული ცინიზმით და სისასტიკით. გიორგი მინდაძის განაჩენი გამოაცხადეს მისი გამზრდელი დედის ნანი წულაიას დაბადების დღეს.
4 პატიმრის მშობელი გარდაიცვალა ამ პერიოდის განმავლობაში ისე, რომ შვილებს და მშობლებს არ მიეცათ დამშვიდობების და ერთმანეთისთვის უკანასკნელი სიტყვების თქმის შესაძლებლობა. რეჟიმი, ქართული ოცნების რეჟიმი არის სრულად დეჰუმანიზირებული. ადამიანურობის ნასახი აღარ აქვს დარჩენილი იმ ადამიანებს, ფიზიოლოგიურად იმ ადამიანებს, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს და ჩვენ ხედავთ, რამდენ დონეზეა ჩამოშლილი სახელმწიფოს ინსტიტუციები და სახელმწიფო სტრუქტურები. ჩამოშლილია საგამოძიებლო სტრუქტურა. ჩამოშლილია სახელმწიფოს მხრიდან მანდატური ხომ არის უფლებების დამცველი, ხო უნდა იყოს მანდატური უსაფრთხოების გარანტი იმ მოქალაქისთვის, რომელიც არის შესული სასამართლო შენობაში, ხო? ვინც უნდა იყოს ჩემი უსაფრთხოების გარანტი, ის ადამიანი თვითონ მაყენებს შეურაცხყოფას. ხო ფაქტია. პროკურატურა, რომელიც ვერ ასაბუთებს ვერაფრით იმ ბრალდებას, რასაც უყენებენ ისინი ადამიანებს. მოწმეები, რომლებიც ვერაფერს ვერ იძახიან საქმეში, მათ სასარგებლოდ. მოსამართლე, რომელმაც უნდა გამოიტანოს სამართლიანი გადაწყვეტილება საკუთარი შინაგანი რწმენის და სინდისის შესაბამისად, ხომ არ მეშლება, ხო ასეა? და რას ვხედავთ ჩვენ? ყველა ეს ეტაპი, ყველა ეს საფეხური არის მორღვეული და მოშლილი. ყველა საფეხურზე ხდება მოქალაქის, უდანაშაულო ადამიანის არასწორი ბრალდება. პირადი შეურაცხყოფა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ეს არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, როდესაც უდანაშაულო ადამიანს თუნდაც ერთი დღე რომ გაატაროს უდანაშაულო ადამიანმა გისოსებს მიღმა, ეს არის უდიდესი დარტყმა ამ ადამიანის როგორც ფსიქოლოგიური, ისე მორალური მხარისთვის, იმიტომ რომ უდანაშაულო ადამიანის დასჯა ეს პირდაპირ გვეუბნება, ესე იგი სახელმწიფო, რომ თქვენ ცხოვრობთ რაღაც სამხეცეში, რომელშიც მოქმედებს ის წესები, რომელიც წესებიც მე მჭირდება იმისთვის, რომ ჩემი არალეგიტიმური ხელისუფლება შევინარჩუნო. ეს ვერ მიიღოს არალეგიტიმურ რეჟიმს იმ მიზნამდე, რა მიზანიც მას აქვს. არ არსებობს, შეიძლება ერთი ადამიანი შეიძლება დაჩაგრო დიდი ხნის განმავლობაში. შეიძლება ბევრი ადამიანი დაჩაგრო ძალიან მოკლე ვადებში, მაგრამ ყველას და გრძელვადიანად ვერც ერთი სისტემა და ვერც ერთი რეჟიმი განსაკუთრებით ვერ დაჩაგრებს, იმიტომ რომ ბუნებრივად მოყვება ამას ის საფასუხო რეაქცია და საფასუხო რეაქციებს ვხედავთ ჩვენ. დღეს არის საქართველოში დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისი, ქუთაისი, თელავი, გორი, ზუგდიდი, არ მინდა რომელიმე ქალაქი გამორჩეს, ბათუმი. ამ ქალაქებში 222 დღეა მიმდინარეობს პროტესტი იმ უსამართლო სახელმწიფოს წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც დღეს წარმოადგენენ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას. ეს პროტესტი ვერ გაჩერდება, იმიტომ რომ რაც უფრო აღრმავებს რეპრესიებს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, მით უფრო ძლიერდება პროტესტიც, მით უფრო ძლიერდება უსამართლობის განცდა და რასაკვირველია, უსამართლობის განცდა არის მოტივატორი. საკუთარი უფლებებისთვის ადამიანები ყოველთვის იბრძოლებენ. ეს არის კაცობრიობის განვითარების უწყვეტი ხაზი. არ შეიძლება ადამიანი, რომელიც გუშინ გეუბნებოდა, რომ მე მინდა თავისუფალი გამოხატვა და მე მჭირდება ჩემი უფლებების დაცვა, დღეს გააჩუმო ძალის გამოყენებით. არ არსებობს ძალა, რომელიც საზოგადოებრივ ძალას დაუპირისპირდება და ვისარგებლებ შემთხვევით თუ შესაძლებლობა არის, რომ ხვალინდელი დღე 19 ივლისი შეგახსენებთ ყველას. 19 ივლისი არის დღე, როდესაც ჩვენ კიდევ ერთხელ ქართული ოცნების არალეგიტიმურ ხელისუფლებას ვეუბნებით, რომ ამ სახელმწიფოში დემოკრატიას ვერ გააჩერებენ ვერც სწორ განვითარებას და ვერ შეძლებს არალეგიტიმური ხელისუფლება შეინარჩუნოს მისი მმართველობა. ამიტომ 19 ივლისს 19 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან იმართება უდიდესი მარში, რომელიც პარლამენტთან დასრულდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ხვალინდელი ეს მარში იქნება კიდევ ერთი კაფიო შეხსენება არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლების მისამართით, რომ ეს ქვეყანა არის ქართული საზოგადოების და ქართულ საზოგადოებას თქვენ არ აურჩევი ხართ. თქვენ ქართულმა საზოგადოებამ გითხრათ, რომ დასრულებულია ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული მმართველობა ამ სახელმწიფოში. ამიტომ სანამ ჯერ კიდევ არის დრო, მანამდე გაიაზრეთ, რამხელა შეცდომას უშვებთ, რამხელა დანაშაულს ჩადიხართ და ამ შეცდომებს დაუსვით წერტილი, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში
საზოგადოების მხრიდან გექნებათ თქვენ სამუდამოდ დასმული წერტილი და ვერ გააგრძელებს ამ ქვეყანაში შვიდ ცხოვრებას ვერავინ, როგორც კი დემოკრატიულ სახელმწიფოს ჩამოვაყალიბებთ. თქვენ ყველა, ვინც დღეს უკანონო რეპრესიებს უწყობთ ხელს, დაწყებული სრულმოწმეებიდან და დასრულებული უკანონო მოსამართლეებით, თქვენ ყველანი პასუხს აგებთ ისეთი სასამართლოს წინაშე, რომელიც დღეს თქვენ არ გჭირდებათ, რომ ამ ქვეყანაში არსებობდეს. მადლობა ნინო, თამარ, ამის დამატება ხო არ გინდა რამე ესეთი დეტალი ხომ არ არის საქმეში, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება მიცოდეს? ანუ ეხლა მიმდინარეობს გამოძიება ჩვენც ვაგროვებთ მტკიცებულებებს, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება როგორც როცა დაიწყება საქმის არსებითი განხილვა. განსაკუთრებული დეტალი, რომელიც ეხლა შეიძლება გავაჟღერო ამ წუთას არ მახსენდება, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანად საქმის არსი, რომ ნინოს ბრალდება არის აბსოლუტურად აბსურდული და უკანონო. ქალი, რომელიც იყო დანაშაულის მსხვერპლი, დღეს არის ციხეში და ითხოვს დახმარებას და შველას მათ შორის თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და ეს არის გზავნილი, ნინოს ამბავი არის გზავნილი, რომ როგორი არ შეიძლება იყოს, მაგალითად, სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორი არ შეიძლება იყოს პროკურატურის გადაწყვეტილება, ნინო ყველასთან გვაბარებს მოკითხვას, ძალიან მადლობელია ყველას, ვინც მხარს უჭერს მას და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნინოსთვის და უსურვებს ყველას, რომ შეინარჩუნოს მხნეობა და არ შეწყვეტონ ადამიანებმა ბრძოლა. კი, აუცილებლად ეს ბრძოლა გაგრძელდება. ნინოს ჩვენგანაც დიდი მოკითხვა გადაეცით, როდესაც ნახავთ, ჩვენც ამ თემას რა თქმა უნდა მივადევნებთ თვალს და როგორც კი სიახლეები იქნება, ასევე დიდი სურვილი გვექნება თუ კი კიდევ ერთხელ მივაწოდებთ საზოგადოებას ამ ინფორმაციას. დღევანდელი გადაცემა ამით დასასრულს მიუახლოვდა. მე გადაცემის ბოლოს ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ხვალ 19 ივლისის 19 საათზე ყველა ერთად, ვისაც მიგვაჩნია, რომ ეს ქვეყანა არის გადასარჩენი, ვისაც მიგვაჩნია, რომ არ თანამშრომლობით მივალთ გამარჯვებამდე, ვისაც მიგვაჩნია, რომ ადამიანის უფლებები და დემოკრატია არის დასაბრუნებელი, ვიკრიბებით თესეუს პირველ პირველი კორპუსის ეზოსთან, საიდანაც დავიძვრებით მარშით პარლამენტამდე. დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრ თქვენგანს გნახავთ ამ მარშზე, ვინაიდან ეს არის იმ ბრძოლის ნაწილი, რომელსაც აგერ უკვე თვეებია ერთად გავდივართ უწყვეტად. დაგემშვიდობებით მომავალ პარასკევამდე. ყოველ პარასკევს 4 საათზე უყურებთ მარიკა არევაძის საავტორო გადაცემას. უსამართლო სასამართლო.